ტერმინი სისტემური განლაგება ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიაში და მიეკუთვნება ბერტ ჰელინგერის მიერ შექმნილ მეთოდოლოგიას, რომელიც თავდაპირველად ოჯახური განლაგების სახელით იყო ცნობილი. ეს არის თერაპიის ფორმა, რომელიც ორიენტირებულია ოჯახურ და სხვა სოციალურ სისტემებში არსებული არაცნობიერი დინამიკების და პრობლემების გამოვლინებაზე. სისტემური განლაგების მეთოდის მიხედვით, ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემები, ქცევითი შაბლონები და ტრაუმები შეიძლება იყოს არა მხოლოდ მისი პირადი გამოცდილების შედეგი, არამედ გენერაციული, ანუ წინაპრებისგან გადმოცემული ტვირთი. ეს მეთოდი განიხილავს ოჯახს, როგორც ცოცხალ სისტემას, რომელშიც ყველა წევრი ერთმანეთთან ღრმა, არაცნობიერ კავშირებითაა დაკავშირებული. როგორ მუშაობს? სისტემური განლაგების სესია ჩვეულებრივ ჯგუფში ტარდება. კლიენტი, რომელსაც პრობლემა აწუხებს, ირჩევს ჯგუფის წევრებს, რომლებიც მის ოჯახის წევრებს განასახიერებენ. კლიენტი ან წარმომადგენლებს გარკვეულ პოზიციებზე აყენებს სივრცეში, საკუთარი შინაგანი განცდების მიხედვით. გასაოცარი ის არის, რომ წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი სმენიათ კლიენტისა და მისი ოჯახის შესახებ, იწყებენ გრძნობების, აზრებისა და სხეულის შეგრძნებების გამოვლენას, რომლებიც, როგორც წესი, ემთხვევა იმ ადამიანების ნამდვილ ემოციებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ამ პროცესის მეშვეობით ხილული ხდება ოჯახში არსებული ფარული კონფლიქტები, გამორიცხული წევრები, მივიწყებული ტრაუმები და სხვა დინამიკები, რომლებიც კლიენტს ხელს უშლიან. ამ ყველაფრის მისტიური ასპექტია ის, რომ სწორედ ეს ფენომენი, როდესაც წარმომადგენლები იღებენ ინფორმაციას, რომელიც არ იციან, ხშირად აღიქმება როგორც მაგიური. თუმცა თავად ბერტ ჰელინგერი თავის მეთოდს ფენომენოლოგიურს უწოდებდა, რაც გულისხმობს, რომ პროცესი ორიენტირებულია უშუალო გამოცდილებაზე და იმაზე, რაც მოცემულ მომენტში ვლინდება, სიტყვიერი ახსნა განმარტებების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სისტემური განლაგება არ არის მეცნიერულად დადასტურებული მეთოდი და მისი ეფექტურობის შესახებ ბევრი კამათიც არსებობს. ის არ მიეკუთვნება ფსიქოთერაპიის ოფიციალურად აღიარებულ სახეს. ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანი მას ეფექტურად მიიჩნევს და მასში ღრმა, პიროვნული ტრანსფორმაციის პოტენციალს ხედავს. ჩემი რჩევა კი იქნება, არ გამოიყენოთ სისტემური განლაგება. მიდით ტაძარში, მონახეთ თქვენთვის სასურველი სასულიერო პირი, რომელიც იქნება განათლებული და საღად მოაზროვნე და მასთან გაისაუბრეთ, რადგან ჩემი სუბიექტური აზრით, სისტემურ განლაგებას ვინც აკეთებს, ანუ ფასილიტატორი, არიან ჩვეულებრივი გარეწრები და შარლატანები. ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ნაბიჯს გადადგავთ და სისტემურ განლაგებაში ჩაერთვებით. ბედნიერად.